ორი ევროპაში და ვიქტორ ორბანის დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, როდესაც მან პირველმა მიულოცა ქართულ ოცნებას გამარჯვება, როდესაც ის არ იყო ჩამოსული საქართველოში, მას არაჩვეულებული ურთიერთობა აქვს ხარიბაშვილთან და ყობახიძესთანაც ასევე. და მოკლედ ყველანაირად მხარს უჭერს არა მარტო საქართველოს აღიათ, არამედ ქართულ ოცნებას. აი, აქ როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი? ერთი მხრივ ჯო უილსონი, რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია საქართველოში გადასარჩენია და ივანიშვილი დასასანქცირებელია და ის არის მთავარი უბედურება ამ ქვეყნის და მეორე მხრივ ვიქტორ ორბანი, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ამის გარდა რას უნდა ველოდოთ ბატონო დემურ? უნდა ვიყოთ ისევ ამერიკის ვასალები? თუ უნდა გქონდეს, კი არა და უпростоრად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიყოთ პარტნიორები. კიდე გეუბნებით, მე ჩემი თქვათ პარლამენტში ყოფნის პერიოდში მქონდა ამერიკელებთან კონტაქტი ძალიან მაღალ დონეებზეც. შემდეგაც მქონია კონტაქტები და გითხრათ სიმართლე, რომ ქართველებმა არაფერი არ იციან ამერიკელების შესახებ. ღრმად დარწმუნებით გეუბნებით, იმიტომ რომ ამერიკელები არაფერს არ ცემენ პატივს გარდა პიროვნების. ისინი შენში უნდა ხედავდნენ პიროვნებას. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ შენი ქვეყნის მესვეული ხარ. როდესაც ისინი ხედავენ და ჩემთვის არ დაუმალავთ ეს, რომ ამ ხალხს ვერაფერი ვერ გავუგეთ, ფულის მეტი არაფერი აინტერესებდო. მათ აქვს თავიანთი გლობალური ინტერესები და ისინი იხდიან ამის ფულს და თუ შენ ქვეყანას მიიყვან იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც ქართველებმა მიიყვანეს, ეს შენი პრობლემაა. ამერიკელები ხო ხედავთ რა დონეზე იწყებენ ცვლილებას, იმიტომ რომ დაინახეს, რომ მათი ქვეყანა ინგრევა. გამიგეთ არა? იმიტომ რომ დროს ასწილდა დიახ, ბაიდენის პრეზიდენტობის 4 წელი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხედავდით ამას, მე ღიად წერდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასწილდა დროს. იმიტომ რომ საით მიდიოდა თეთრი სახლი განათო LGBT დროშების სფერად, ეს უკვე არის იმ დონის კრეტინიზმი, რომელსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, სუროს ლიგის 8 უძლიერესი ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტობის დროს, საოცნებო, დღეს სოციალური მეცნიერებები განადგურებულია. იდეოლოგიით და სიყალბის გამო, რომელიც ის არვარ, იქ შემორჩენილია კიდე საბუნების მეტყველო და ეკონომიკა და ფინანსები, მაგრამ არა სოციალური სხვა მეცნიერებები. პირიქით, ამიტოა რომ გაუჭირდა ამერიკელებს პროგნოზირების და ანალიზის ცენტრებში. ამაზე სხვათა შორის თვითონ ამერიკელი პროფესორებიც საუბრობენ, აი ჯეფრი საქსი, მაგრამ ამერიკულ პრესას რომ განახოთ ზაფხულში უზარმაზარი სტატიები იყო რა დღეშია, რა დაცემის პირასა ეს უნივერსიტეტები ამ ნაწილში და ნახეთ რა გამოდის, ქართველებს აქვს ერთადერთი შანსი, საკუთარი სახელმწიფო აქვს და რეალობიდან გამოვიდნენ. ეს რეალობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უწვრილმანეს დეტალებში უნდა იცოდეს გეოპოლიტიკური განლაგება, თავარი მოთამაშეებისა, მათ შორის წინააღმდეგობა თუ არის, მათ შორის კონკურენცია რაშია და არის თუ არა კონფრონტაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მე მანახეთ ერთი ქართველი დღეს სენაზე ყოფი პოლიტიკოსი ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, რომელსაც თანამედროვე მდგომარეობაზე ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დადებითად პასუხობთ ამ კითხვას. ჩვენს ხელშია ვიქნებით პარტნიორები თუ ვიქნებით ვასალები. თუ გვინდა სახელმწიფო. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ რაც შეეხება. მოდი უილსონს რაც შეეხება. უილსონი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლებაში, უილსონს შეუძლია იხმაუროს, შეუძლია აკეთოს ეს სულელური განცხადებები, რომელიც მე ამერიკის საელჩოსაც მივმართია ამ 2 დღის წინ, რომ ვინმე ჭკვიანმა გააგებინეთ ამ უილსონს, რომ ამაზე უფრო დიდ შეურაცხყოფას და ამაზე უფრო დიდ ნეგატიურ განწყობებს ამერიკისადმი არავინ არ იწევს დღეს.
ის რომ საქართველოში რაღაც ანტიამერიკანიზმი გაჩნდეს, ამერიკელების ბრალია და არა ქართველები. ქართველები 30 წლის წინ აღმერთებდნენ ამერიკელებს და ისეთივე ქვეყანა უნდათ, როგორც ამერიკაში ხედავდნენ და ევროპაში ხედავდნენ, მაგრამ ასე ეგონათ ვიღაცა მოუტანდა ამას და აუშენებდა. ის არ იფიქრეს ქართველებმა სამაგიეროდ დემაგოგიაში ჩაახშეს მთელი ფეხაუნდგარი სახელმწიფო. ამიტომ უილსონი საფრთხეს არ წარმოადგენს. უილსონი არის ერთუჯრედიანი საცოდაობა, კლასიკური, ამ უილსონების წინააღმდეგ არის ეს სრულიად სხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მიდიან თავისი მიზნისაკენ. არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც კარგად უნდა გვესმოდეს. პიტერ ტილი აფინანსებს სახელმწიფოსგან იზოლირებული თანამეგობრობებს და ასეთი არის ერთ-ერთი sea stating. ანუ ის რაც ზღვის გარემოში შეიძლება იყოს ეს ჯერჯერობით ძალიან ფეხაუნდგარი ახალი რამეა, მაგრამ ამ ჩაკეტილ სივრცეებში ისინი აკეთებენ ექსპერიმენტებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, ანუ ამ ხალხთან ერთად ფარულია, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიები აკეთებდა ფარულად ადამიანი არა, ისინი ღიად სისტემებზე და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, უზარმაზარი ფული, უზარმაზარი ინტელექტი, უზარმაზარი ამბიცია, არა მიწიერი ინტერესებით გაჯერებული, არამედ სადღაც უნდათ და აუცილებლად გაკეთდება ეს ყველაფერი თანდათან, ოღონდ თავარია რა მოხდება ამ 4 წელიწადში. თუ ეს სისტემა აიგო, ტრამპი მათ რატომ მოიყვანეს? რატომ ჭირდებოდა ტრამპი? იმიტომ რომ წინა სისტემის პირობებში ეს შეუძლებელი იყო. დიახ, მათ არ უნდათ უშუალოდ პოლიტიკაში იყვნენ დაკავებული იმ თანამდებობრივ დონეზე, როგორც არის, აი ხო მოგიყვანეთ მაგალითი, რას ამბობს სტილი. მე ვერ წარმოვიდგენია, რომ ჩვენ, მაგრამ ისინი უზარმაზარ თავისუფლებას ითხოვენ ამ უზარმაზარი მიზნების მიღწევისათვის. გასაგებია, რომ ტრამპი როგორც არატრადიციული პოლიტიკოსი და ამდენად ამერიკაზე ორიენტირებული, მის უკან ხო ხალხია, მის უკან ხალხი რო არ იყოს ტრამპი რა საქართველოს კი არ არის, ბელადს გაეკიდონ მოსახლეობა ისე რომ არც კი იცოდეს და არც კი თუმცა ტერმინი ტრამპიზმი უკვე გაჩნდა. ტრამპიზმი გაჩნდა, ტრამპიზმის იდეოლოგია გაჩნდა, ამას უკვე, მაგრამ ეს არ არის ბელადიზმი და ეს არ არის ბელადის იდეოლოგია, ეს არის გაცილებით დიდი ინტელექტების, თქვენ წარმოიდგინეთ, რაც მე ჩამოვთვალე იქედან ნებისმიერი ესაც თუ წაიკითხავთ, თქვენ ნახავთ რა დონის ინტელექტთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე ამას არ უყურებ, ასე მე ვერ გეტყვით რა მოხდება, თვითონ ამერიკელებშიც არის გარკვეული დაეჭვება, რომ შეძლებენ თუ არა ეს ხალხი, მაგრამ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელიც არაფრით არაფერზე უკან არ დაიხ.